Davrundit პირდაპირ ეთერში ჩვენ გვიყურებს TV პირველის მაყურებელი და გვისმენს რადიო მაესტროს მსმენელი FM-ზე 94.7. 23 აპრილს 4 შვილის დედა 39 წლის მირანდა ვაჩეიშვილი ყოფილმა ქმარმა ელექტროსადენით გაგუდა. მკვლელმა ცხედარი სახლში დატოვა და მიიმალა. სამართალდამცველებმა მას კორპუსის სადარბაზოში მიაგნეს. მკვლელობის მოტივად ეჭვიანობა დასახელდა. გარდაცვლილი ახლობლების თქმით მირანდა ვაჩეიშვილს არაერთხელ მიუმართავს სამართალდამცველებისთვის, რომ ყოფილი მეუღლე მას და მის შვილებს ხშირად ემუქრებოდა. მის საჩივარ საბურთალოს და გლდანის პოლიცია რამდენჯერმე იძიებდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მოქალაქის ყველა განცხადებაზე შესაბამისი რეაგირება მოახდინეს. მათ შორის ერთხელ მკვლელს შემაკავებელი ორდენიც გამოუწერეს. თუმცა სახელმწიფომ ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ვერ დაიცვა. ის სწორედ მეუღლემ მოკლა. გარდაცვლილს ერთი სრულწლოვანი და 3 არასრულწლოვანი შვილი დარჩა. ისინი 86 წლის ბაბუის იმედად დარჩნენ. მიმდინარე წლის 4 თვეში ქალთა მკვლელობების 4 შემთხვევა დაფიქსირდა. გასულ წელს 21, 2015 წელს ოჯახში ძალადობის შედეგად 16 ქალი იქნა მოკლული, 2014 წელს საქართველოში ყოფილმა თუ მოქმედმა ქმრებმა სიცოცხლეს გამოასალმეს 23 ქალი. არანაკლებ მძიმე სურათი გახდათ 2013 წელს, როდესაც 21 ქალბატონი მოკლეს. ქალთა მკვლელობების ქრონიკა და ოჯახის სიმტკიცის სახელით ჩადენილი სასტიკი დანაშაულები. მაშინ როცა დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე საზოგადოების ნაწილი ოჯახის სიმტკიცის დასაცავად აქციას აწყობდა, ბოლნიში ცოტა ხნის წინ მოკლულ 23 წლის გოგოს გლოვობდნენ, რომელიც სწორედ ოჯახის სიწმინდის დაცვის სახელით მოკლეს. ოფიციალურ მოტივად ამ შემთხვევაშიც ეჭვიანობა დასახელდა. გარდაცვლილს 2 მცირეწლოვანი ბავშვი დარჩა. იგივე მოტივი დაედო საფუძვლად ასპინძაში 1 თვის წინ მომხდარ მკვლელობასაც. მიუხედავად დიდი სიყვარულისა, ბოლომდე არ უნდა გაუშინაურდეთ ერთმანეთს. ეს უნდა ემჩნეოდეს თქვენს საუბარს, ჩაცმას, გარეგნობას, ქცევას, ამბობს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. ვინ როგორ გაიგო პატრიარქის ქადაგება? დანგრეული ოჯახები, ეჭვიანობის ნიადაგზე დახოცილი ქალები და დაუსჯელობის სინდრომი. რამდენად ადეკვატურად მოქმედებს სამართალდამცავები მოქმედებენ ოჯახური ძალადობის შემთხვევაში. რიგ შემთხვევაში ქალთა მკვლელობები სწორედ პოლიციის მიერ გაცემული ეგრეთ წოდებული შემაკავებელი ორდერის შემდეგ ხდება. პოლიცია საქმის კურსია მოსალოდნელ ძალადობაზე, თუმცა არ არსებობს ეფექტური პრევენციული მექანიზმი, რომელიც მკვლელობის თავიდან ასაცილებლად იქნებოდა საჭირო. მაგალითად, გასულ წელს აქ თბილისში მეუღლემ 20 წლის ცოლის სიცოცხლეს გამოასალმა. თუმცა მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე სასტიკად სცემა მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით. მოძალადე ქმარი პოლიციამ განყოფილებაში გადაიყვანა და ხელწერილი დააწერინა, რის შემდეგაც განყოფილებიდან გამოუშვეს. რამდენიმე საათში ქმარი დანით შეიარაღებული დაბრუნდა და 20 წლის მეუღლე საწოლში დაჭიხა. რატომ არ რეაგირებს ამ და მსგავს არაერთ ფაქტზე ისეთივე სიმწავით საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი, რომელიც თუნდაც ქუჩაში 17 მაისს ოჯახის სიწმინდეს იცავს თუ სიმტკიცეს. წარმოგიდგენთ ჩვენ ძალიან საინტერესო სტუმრებს მეუფე მალხაზ სონღულაშვილი, თბილისის მიტროპოლიტი, საქართველოს ევანგელისტურ ბაპტისტური ეკლესია, ქეთი პაპუნაშვილი, მოკლული მირანდა ვაჩეიშვილის მეგობარი, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. ლაშა გოგოლაძე, ოჯახის სიმტკიცის აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ნინო დარსაველიძე, ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი თეონა ჭალიძე, ახალი საქართველოდან ჩვენთან არის სტუმრად, ხოლო მაგიდასთან კი მინდა მოვიწიო ნენე დალაქიშვილი, ბლოგერი და ჟურნალისტი, ნინო ჭელიძე, ასევე ჟურნალისტი და ირაკლი მანაგაძე, ასევე ჟურნალისტი. ძალიან დიდი მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მაგიდასთან ასევე მინდა მოვიწიო ამ თემაზე სასაუბროთ თამარ ჭოხონელიძე, მომღერალი, ხათუნა საღინაშვილი, ჟურნალ ყვაკუთხედის მთავარი რედაქტორი და ზურა ხაჩიძე. ძალიან დიდი მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ხო, დაბრძანდეთ, მადლობა. მე მინდა თქვენი ნებართვით პირველი შეკითხვა დავსვა დარბაზში და სწორედ ქეთისთან მინდა რომ დავსვა პირველი შეკითხვა. ის არის მოკლული მირანდა ვაჩეიშვილის მეგობარი, რომელსაც დარჩა 4 შვილი. ჩვენ ყველანი გავხდით იმის მოწმენი, რომ თურმე პოლიცია მიცოდა, რომ ქმარი ძალადობდა ცოლზე, მაგრამ სინამდვილეში სახელმწიფომ ვერ აღკვეთა დანაშაული და საბოლოო ჯამში ის სიცოცხლეს გამოასალმა ყოფილმა ქმარმა. ქეთი, რა შეგიძლიათ მითხრათ? მაშინ, როდესაც ჩვენ დღეს საუბრობ თემაზე ოჯახის სიმტკიცე და ამ ოჯახის სიმტკიცის დღის აღნიშვნა, ეს ყველაფერი უშველის დაუპირისპირდება იმ ძალადობას, რასთანაც ყოველ მეორე დღეს გვაქვს შეხება.
ცოტა ახლოს მიკროფონი. მე ვფიქრობ, რომ ვერ უშველეს და ვერც დაუპირისპირდება, ვერც აღკვეთავს და არც არის ალბათ მისი ამ თქვათ დამწესებლების ვინც დააწეს ანუ ეკლესიის აღსაკვეთი შეიძლება უშუალოდ არც იყოს ეს ამბავი. მე ვფიქრობ, რომ აქ სახელმწიფო უნდა იყოს უფრო გამართული, უფრო ძლიერი და კანონი უნდა იძლეოდეს საშუალებას, რომ მოძალადე დაკავებული იქნეს მინიმუმ, ხო? გარკვეულდროით მაინც, იმიტომ რომ მირანდასთან როგორი სიტუაციაც იყო, მე მახსოვს ძალიან კარგად, ერთ დღეს როგორც მე ვიცი, ერთ დღეს იყო 12 გამოძახება პოლიციის და 12 ჯერ მოვიდა პატრულის სხვადასხვა ეკიპაჟი შესაძლოა და 12 ჯერ ამჟამად უკვე მკვლელი ჩაყვანილი იქნა დელისის მეტრომდე და იქ გაუშვეს და ისევ ამოდიოდა. იყო ერთი შემთხვევა, სადაც ვერაფრით ვერ მივაღწიეთ, რომ საქმე აღძრულიყო მკვლელობის მცდელობის მუხლით ან ჯანმრთელობის დაზიანების მუხლით მაინც. როდესაც საკუთარ 6 თვის შვილს და მირანდას ბენზინი შეუსხა სახლში მკვლელმა, აწუკვე მკვლელმა და მოუკიდა ცეცხლი. აბსოლუტურად შემთხვევით არიან გადარჩენილები მაშინეს ორი ადამიანი. და ამ საქმის კვალიფიკაცია იყო თუ სწორად მახსოვს ქონების ან ნივთის დაზიანება. როდესაც ესეთი რაღაცები ხდება და არ რეაგირებენ, ანუ საქმე შესაძლოა რომ სხვა მუხლით აღძრულიყო და შესაძლოა დაეკავებინათ. ანუ სახელმწიფომ არ გადადგა არ მკვეთინა ბიჭები, ვერ დაიცვა მისი ან არ დაიცვა სახელმწიფომ. სხვა შემთხვევაში ეს ხალი ჩვენ დღეს ცოცხალი გვეყოლებოდა, არ გვეყოლებოდა 4 ობოლი და ინგა აუცილებლად მინდა ვისარგებლო აი ამ ეთერით და ვთხოვო მათ ვისაც ეს ეხება. მე ვწერდი სოციალურ ქსელშიც, ჩემს ახლობლოშიც მოვიკითხე, დღემდე ამ ბავშვებთან არ მისულა ფსიქოლოგი. იქნებ ვინმე ვისაც ეს ეხება, მივაღწიე იმას, თქვენი ტელევიზიის დახმარებითაც სხვათა შორის და მადლობა ჟურნალისტებს, მივაღწიე იმას, რომ სოციალური სამსახური იყო მისული, ბავშვებს სავარაუდოდ დაეხმარებიან, ოღონდ ჩვენ მათ მეგობრებს და ნათესავებს არ გვაქვს საკმარისი რესურსი, ხო, არ ვართ ჩვენ ფსიქოლოგები. ამ ბავშვებს ჭირდებათ ფსიქოლოგი და მინდა ვთხოვო სახელმწიფოს, აი ამ 4 ბავშვს. არავინ დაინტერესდა? თუ მოითხოვეთ, როგორ გითხრათ, ვისაც აინტერესებს ჩვენ Facebook-ს რო გადახედოს, იქ მე ვწერ, არაერთხელ დავწერ, რომ ბავშვებს აქ არის ძალიან მძიმე სიტუაცია, კიდე ესეც უნდა ვთქვა. 4-ვე შვილი მირანდას არ ყავდა ამ კაცისგან, ეს მეორე ქმარი იყო. ამ ბავშვებს ჯერ გარდაეცვალათ მამა, რომელიც მოღვაწეობდა მონასტერში, ბერად იყო აღკვეცილი. მამის 40-ზე გაიგეს დედის სიკვდილის ამბავი და ამ ბავშვებთან ფსიქოლოგი არ მისულა. აი ეს არის ის კითხვა, რაც აუცილებლად არის დასასრულებელი. რას მიკეთებს სახელმწიფო ამ შემთხვევაში? კი ბატონო, ქეთი, მე ისევ დაგისვავ კითხვას, მე უფესთან მინდა რომ გადავიდე, ძალიან დიდი მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. აი მე ისევ მინდა დაუბრუნდე, რატომ გადავწყვიტეთ დღევანდელი თემის გაკეთება, გარდა იმისა, რომ ისტორია, რომელზეც ახლა ქეთი საუბრობდა, ასეთი ისტორია არის მრავლად. ჩვენ ნახეთ აი ისეთი ჩოხიანი ქართველი ბიჭები, როგორიც ახლა გვიზის ერთ-ერთი სტუმარი და მე მას დაუსვავ ლაშას აუცილებლად მოგვიანებით კითხვას. ანუ ასეთი მიდგომა უშველის ქვეყანაში ძალადობას? დაწესდა ოჯახის სიმტკიცის დღე. ქვეყანაში სადაც ყოველ მეორე დღეს ჩვენ ვაშუქებთ, რომ ოჯახში ქმრები ცოლებს კლავენ. მე არ მგონია, რომ პარადები უშველის ამ საქმეს. აქ არის სამკეცი მდგომარეობა, რომელიც შეიძლება სახსარი იყოს ამ სირთულის მოვლისა. ჯერერთი ჩვენ საქმე გვაქვს პატრიარქალურ საზოგადოებასთან, სადაც ოჯახური ძალადობა ნორმად ითვლება. ასე რომ ოჯახში არის საქმე მოსაგვარებელი, განათლების სისტემაში არის მოსაგვარებელი, იმიტომ ბავშვები იზრდებიან სახლში, ოჯახში, საზოგადოებაში, განათლების სისტემას უნდა ქონდეს მკაფიო პოლიტიკა ამასთან მიმართულებაში, როგორ უნდა ასწავლოს ოჯახის ცხოვრება. მეორე, რა თქმა უნდა, რელიგიურ გაერთიანებებს, რელიგიურ ორგანიზაციებს, ეკლესიებს, რომელსაც მეც წარმოვიდგენთ, აქ საგანგებო ფუნქცია, რომ მათაც ჭირიათ, რომ ამბიონი გამოიყენოს სწორედ იმისათვის, რომ ჰარმონია და ადამიანის ღირსების დაცვა ასწავლონ ადამიანს. მაგრამ ამ შემთხვევაში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, გადამწყვეტი როლი არის სახელმწიფოს მხარეზე. სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ დაიცვას თითოეული ადამიანის სიცოცხლე და თავის ფილოსოფიაში გაიაზროს, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლე არის ფასეული, ვინც არ უნდა იყოს იგი. და შეიძლება საჭიროც გახდეს, რომ იყოს საგანგებო განყოფილება შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელიც დაკომპლექტებული იქნება 50% ქალი პოლიციელით, 50% მამაკაცი პოლიციელით, რომლებიც შეძლებენ ამ პრობლემაზე მუშაობას სერიოზულად.
2 წლის წინ ქვეყნის პრეზიდენტმა გამოაცხადა წელი გამოაცხადა ქალების წრედ. რა თქმა უნდა არაფერი არ გაკეთებული, ეს მხოლოდ დეკლარირებული განცხადება. ხო და აი ესეთი დეკლარირებული განცხადებებით, აი ამ ტიპის განცხადებები, მე ყველაზე მეტად ამ ისტორიაში ცოტა ხანში გადავალ მაგიდის სტუმრებთან, შეკითხვით, შემძრა იცით რამ, რომ პოლიციამ იცოდა, რომ მირანდა სიკვდილი ემუქრებოდა, აღძრული იყო საქმე, გამოუწერეს შემაკავებელი ორდერი და რა. მე სულ არ მაქვს ნეგატიური დამოკიდებულება და სულ არ ვაპირებ რომ ეხა თავს დავესხა იმ ადამიანებს, ვინც იმ ოჯახის სიმტკიცის აქციაში იღებდნენ მონაწილეობას, ალბათ ლაშა თვითონვე იტყვის თავის საქმეს, მაგრამ აი ამ ტიპის აქციებით რას ვაძლევთ ჩვენ მოძალადეებს, როგორ ფიქრობთ თქვენ? რა არის ეს აქცია? აი შეგიძლიათ მითხრათ. საერთოდ ქართული ოჯახური სიმტკიცე რა არის, თქვენ როგორ ხედავთ? აქცია ნებისმიერ რელიგიურ გაერთიანებას აქვს უფლება დააწესოს დღესასწაული, ზეიმი და აქციები და ასე შემდეგ, ეს მისი უფლება არის. მაგრამ საქმე ის არის, რომ ეს კონკრეტული აქცია არის კონტრაქცია სინამდვილეში ჰომოფობიის და ტრანსფობიის საწინააღმდეგო დღის. ყველაფერი რაც საწინააღმდეგოდ არის, რა თქმა უნდა, არ უმუშავებს ჩვენთან. ყოველთვის ეს დღე იქნება ასოცირებული ამ დღესთან და ეს ადამიანებიც, რომელიც LGBTQ+ თემის წარმომადგენლები არის, ისეთივე ადამიანები არის, როგორც ყველანი. მათაც სჭირდება, თუ კი ამ ქვეყანაში იქნება თუნდაც ერთი ადამიანი, არ აქვს მნიშვნელობა რა ნიშნით, ეთნიკური, რელიგიური, კულტურული, რასობრივი, დამცირებული იქნება და გარიყული საზოგადოებისგან, ჩვენ ვერ ავაშენებთ ოჯახს, სადაც იქნება ძალადობისგან დაცლილი ურთიერთობები. რა თქმა უნდა, მადლობა დიდი. მოდით მე ლაშას დაუსვავ კითხვას და შემდეგ ცოტა ხანში ისევ აუდიტორიასთან. ლაშა, მოდით ცოტა ხანი ისევ გადავინოთ, ცოტა ხანი არა, მთელი გადაცემის განმავლობაში ჩვენ მოგვიწევს ამ ძალადობაზე საუბარი. აქციაში თქვენი მონაწილეობა, თქვენ იყავით მონაწილე, თუ ქონიათ აი რაღაც პროტესტის მაგვარი სურვილი, რომ მაგალითად ძალადობის წინააღმდეგ მოგეწყოთ აქცია, მაშინ როდესაც ერთი ქალი მოკლა ქმარმა, მეორე მოკლა, რეგიონებში ეს ძალიან ხშირია, მაშინ თუ ქონიათ აი ამის სურვილი, რომ ასე გაერთიანებულიყავით და აი აქციით დაპირისპირებოდით ამ ტიპის ძალადობას, ჩოხებით და რაღაც აი ეს თქვენი განცხადებებით. მოგესალმებით. მივესალმები მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. მადლობა თქვენ. ჩემთვის ჩოხა ზოგადად რას ნიშნავს და რატომ მივედი აქციაზე 17-ში. ეს არის თემა, რომელიც ოჯახური ძალადობისგან ცოტა, რა თქმა უნდა, კავშირშია, მაგრამ ეს არის ჩემი ქართველობის დამტკიცება, ჩემი სიძლიერის დამტკიცება. აქ მარტო სამოსზე არ არის საუბარი. აქ საუბარი მაქვს იმაზე, მოდი გავიხსენოთ 2 წლის წინ, როდესაც უწმინდესმა იქადაგა, რომ 17 მაისი იქნებოდა ქრისტიანული ოჯახის სიმტკიცის და მშობლების პატივისცემის დღე. გამოცხადდებოდა და ამას იზეიმებდა მთელი მართლმადიდებელი და ზოგადად ის ადამიანები, ვინც თვლიდა, რომ ოჯახი არის ეკლესია, სადაც უნდა დაიცვა ინტერესები, ოჯახს უნდა ყავდეს უფროსი, უნდა ყავდეს სწორი და კარგი მმართველი და შესაბამისად მოდი გავიხსენოთ ქრისტეს ცნებაც ასევე და ვთქვათ ისიც რომ ოჯახი, ძლიერი ოჯახი არის ბირთვის სახელმწიფოსი და ძლიერი ოჯახი არის მომავალი ზოგადად ქვეყნისა. რაც შეეხება პროტესტს. კი ბატონო, მე გავაპროტესტებ თუნდაც ჩემი სამოსელით. მე იმ დღეს 17-ში ვიყავი ამაყი, იმიტომ რომ იყვნენ ძალიან ბევრი გულანთებული ქართველები, რომლებიც ოჯახის სიმტკიცის აქციაში იღებდნენ მონაწილეობას. იღებდნენ აქციაში მონაწილეობას. ლაშა, მოდი დაგიბრუნდებით, მე მაგიდასთან გადმოვალ და შემდეგ ისევ დაუბრუნდები აუდიტორიას. ნენე, დავიწყებ თქვენგან. აი, მოვისმინეთ მაგალითად აქციის მონაწილე იყო ლაშა და იგივე კითხვა მინდა თითოეულ თქვენგანს რომ დაგისვათ. მაშინ, როდესაც ჩვენ თვე არ გავა ისე რომ არ მოგვიწევს გაშუქება ქალებზე ძალადობის შესახებ, ასეთი ტიპის აქციები, ოჯახის სიმტკიცის აქცია რას ნიშნავს თქვენთვის? კი ბატონო, მოგესალმებით. ანუ ზოგადად პირადად მე ვთვლი, რომ ყველას აქვს უფლება აღნიშნოს ის, რაც მას დღესასწაულება ან რისი აღნიშვნაც მას სურს. ყველას აქვს ფიქრობდეს უფლება იმისა, რომ ფიქრობდეს, რომ ვთქვათ, ოჯახის სიმტკიცე არის ღერძი, ვთქვათ, რაღაცა სახელმწიფოს სიძლიერის ან რაღაცის, მაგრამ არის ერთი მაგრამ. ის ინსტიტუტი, რომელმაც ეს დღე დააწესა და რომელსაც პირადად მე
პატივსცემ და ვარ ამ ეკლესიის წარმომადგენელი, ანუ მე მართლმადიდებელი ადამიანი, მაგრამ ჩემის აზრით ამ ეკლესიის ამბიონიდან უნდა ქადაგებდნენ, რომ ქალების კლა არის ძალიან ცუდი. მე აქედან ამ ამბიონიდან ეს მე არ გამიგია. არ მახსოვს, შეიძლება ვცდები, მაგრამ არა მხოლოდ სადღესასწაულო ქადაგებებზე, ყოველ წირვაზე, ყოველ შაბათს, ყოველ კვირას, კაცებს, რომლებიც დადიან ეკლესიაში, კაცები, რომლებიც თვლიან, რომ ოჯახის თავები არიან, თუმცა მე ვთვლი, რომ ოჯახს მართავს ორივე ერთად და თუ ოჯახში არ არის ან ერთი ან მეორე, მაშინ ნუ მოდის ერთზე, ხო? მაშინ ანუ გამოდის, რომ ის არ არის სრულფასოვანი ოჯახი, მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა. უნდა ეუბნებოდნენ მრევლს, კაცებს, რომლებსაც სჯერათ მღვდლების. მღვდლები უნდა ეუბნებოდნენ, რომ შენ დღეს სახლში რომ მიდიხარ, შენ ცოლი არ უნდა ცემო. შენ ეს არ არის კაცობა. შენ არ ხარ კაცი, როდესაც ცოლი, შვილი, თუნდაც კაცი იგივე, შენზე სუსტზე შენ ხელი არასდროს არ უნდა აღმართო. შენი რელიგია ამას არ გასწავლის, რომ შენზე სუსტი დაჩაგრო. ეს არის მის ჩვენი ეკლესიის ამბიონიდან და ის კაცები, რომლებიც 17 მაისს გამოვიდნენ ოჯახის სიმტკიცის აღსანიშნავ დღეზე და მათ არჩევანს მე პატივს ვცემ და ბევრი მათგანი არის ის ადამიანი, ვისაც პირადადაც პატივს ვცემ, ვინც არის ცნობილი სახე, ვინცაც პატივს ვცემ საზოგადოება, მე ის კაცები მინდა ვნახო იმ აქციაზე, როდესაც სადაც ქალები გამოვალთ და გამოვდივართ და ვამბობთ, რომ ნუ მოგკლავ. მადლობა, ნენე, მოდით მე გადავალ ეხლა ზურასთან, მაშინ პირდაპირ ამ შეკითხვით, მოდით განვაგრძოთ თემა ეხლა რაზეც ნენე საუბრობდა, ანუ რაში არის გამოსავალი. ნენე ამბობს, რომ მე მინდა რომ მოვისმინო, რაც შეიძლება უფრო მეტი მოწოდება, რომ რაც შეიძლება უფრო მეტი ქადაგება იყოს იმაზე, რომ არ იძალადო, არ დაჩაგრო. სამწუხაროა, მოგესალმებით პირველ რიგში, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა თქვენ მონაწილეობისთვის. არ ვიცი, უნახავს თუ არა, მე დაწყებული შინაგან საქმეთა სამინისტროს აქციიდან არაძალადობას, მაშინ ქალბატონო ინგა თქვენთან ვიყავით გადაცემაში, იმ თავიდან და ჩემი ყველა ეთერიდან მე ყოველთვის ვამბობ, რომ მამაკაცებო, ეს არის ძალიან დიდი ლაჩრობა. ქალზე და ესე ვთქვათ, ხელის აწევა, აღმართვა არის ძალიან ცუდი ფაქტი. ხოლო რაც შეეხება იმ აქციას 27-ში, იქ მე მგონი 17-ში უკაცრავად გამოსული ადამიანები და მათ შორის წინამძღვრები, მე არ ამგონია რომ ეკლესიებში არ ქადაგებდნენ იმას, რომ როგორ უნდა მოექცეს, მეუღლეს მამაკაცი. ის ფაქტები, რომელიც ეხლა ქალბატონმა ინგამ გააშუქა და ჩვენ ერთად საზოგადოებამ მიცის, ეს ფაქტები ნებისმიერ ქვეყანაში ხდება. ეს მარტო საქართველოს პრობლემა არ არის. ეს არის ეჭვიანობის ფაქტები, როცა ძალიან სამწუხაროა რომ ადამიანი არის მე გისამძიმრებთ მეგობრის გარდაცვალებას ეს არის არანორმალური ამბავი ნორმალურ ოჯახში მე ვფიქრობ რომ მამაკაცი არაზოს არ ჩაგრავს და ხელს არის ხო და ოჯახშიც და საზოგადოებას როცა ამბობ რას გულისხმობ ნენე ამ შემთხვევაში ნორმალურ საზოგადოებაში და გადავალ ჩვენ სამწუხაროდ ჩემს თავზეც ვამბობ ანუ ისე არ უნდა გამომივიდეს რომ მე ვიღაცას რაღაცას აბრალებ ან ვადანაშაულებ ჩვენი პრობლემა იწყება საბავშვო ბაღიდან. როდესაც მასწავლებელი უკაცრავად გაგაწყვეტინეთ რა აღმზრდელი ბავშვებს მე ერთი პერიოდი ვცხოვრობდი ერთ-ერთ ბაღთან ახლოს. ყოველ დღე გაზაფხულის პერიოდზე როგორც კი ფანჯრები გაიღებოდა. შეარანორმალურო, შეასეთო, შეისეთო, მოდი აქ საკუთარი თვალით დავინახე და ჩავედი ბაღის დირექტორთან ამის გამო. აი ასე ქეჩოდან რო ითრია აღმზრდელმა ბავშვი და დააგდო რამდენჯერ გითხარი რომ შენ დაეგდე. ანუ ამას გულისხმობ როცა საზოგადოებაზე სწავლობთ 3 წლის ასაკიდან. კარგი, დაასრულოს მოდი ზურამ და გადავალ სხვა სტუმრებს. ის 17-ის აქცია არ არის ეს კიდე მინდა რომ შევასწორო, არ ვიცი, ალბათ დამითანხმება მართლმადიდებლური სამყარო და ვინც დადის ეკლესიაში, ეს იყო აწყურის ღვთისმშობლის ხატის ჩამობძანება სამების საკათედრო ტაძარში. თუმცა ეს იყო 3 წლის წინ საგანგებოდ გამოცხადებული დაწესებული ოჯახის სიმტკიცის დღე. ჩვენ რა გვინდა? მე ერთი რამ მინდა ეხა რომ განმარტოთ. ის კი არა რომ რატო იმართება ესეთი აქცია. ესეთი ბევრი აქცია უნდა იმართებოდეს. წელიწადში ერთი აქცია უშველის თქო იმ აგრესიულ
რეპრესიას, რასაც ქვეყანაში ვხედავთ. აი მოვისმინეთ ნენეს გარო. ნენეს აბსოლუტურად ვეთანხმები. ყოველი გამოსვლა ალბათ ამბიონზე მოძღვრის თავის სულიერ შვილთან მუშაობ, ესე ვთქვათ, ლაპარაკის, დარიგების უნდა იყოს ის, რომ არ იძალადოს ქალ. მე რა ვიცი, მე სადაც დავდივარ ტაძარში, ყოველთვის მამატარიელი საგურამოს მონასტერში დავდივარ, ყოველთვის გადაგობს იმას, რომ პატივი ვიცეთ ქალბატონებს და პატივსაც ვცემ ყოველთვის ცხოვრებაში და დედებისგან ავიღოთ კურთხევა სახლიდან რომ გამოდივართ, უწმინდესი ამბობს ამას და რა ვიცი, ნორმალურ საზოგადოებაში ზედმეტიც კია იმაზე ლაპარაკი, რომ ქალზე ხელი უნდა აღმართო. ეს არის ლაჩხობა. მადლობა. მოდით გავხსნათ ეხა თემა და ერთი ასეთი კითხვა მინდა დავსვა უკვე სხვა სტუმრებთანაც თქვენი მოსაზრება მინდა იგივეზე, რაც ეხა ნენე საუბრობდა და ზურა, ვინ როგორ გაიგეთ მაგალითად პატრიარქის აი ეს სიტყვები. მიუხედავად დიდი სიყვარულისა ბოლომდე არ უნდა გაუშინაურდეთ ერთმანეთს. ჩვენ ვცხოვრობთ 21 საუკუნეში. სოციალურ ქსელში მე ვკითხულობდი მე კომენტარებს, რომ არ შეიძლება თუ შეიძლება ასეთი რა მე ეს კაცების ძალადობისკენ ხომ არ უბიძგებს კაცებს. რა სიტყვით ნინო? რა არის პატრიარქს აქვს ძალიან დიდი რეიტინგი ამ ქვეყანაში, ხო? ყველაზე მაღალი რეიტინგი, რომელსაც ჯერჯერობით ვერც ერთი ვერ მიუახლოვდა, ვერც ერთი ინსტიტუტი, ვერც ერთი კონკრეტული პოლიტიკოსი ვერ მიუახლოვდა მის რეიტინგს და თითოეული მისი განცხადება არის ძალიან სენსიტიური, აღიქმება ძალიან სენსიტიურად, ამიტომ რაც შეიძლება ძალიან ფრთხილად უნდა გააკეთდეს განცხადებები, ვინმე უწეს ტექსტს თუ თავად დააკეთებს და გამოცხადებს, ხო? აი ჩვენ გვახსოვს ესეთი განცხადება, როგორც ეხებოდა მაგალითად, რომ ცოლებმა ფეხი უნდა დაბანოს ქმრებს, ანუ ძალიან განხილვადი ესეთი განცხადება იყო და კონკრეტულად რომ დაუბრუნდეთ ამ დღეს, ოჯახის სიწმინდის დღეს, მე მაქვს ერთი ასეთი კითხვა, მე ვერ ხვდები რა ეზეიმებათ, რა ზეიმობენ. იმიტომ რომ 2014 წელს საქართველოში მოკლული ქალების 50% იყო ოჯახური ძალადობის ხვერპლი. და ეს მაჩვენებელი მატულობს. მიუხედავად იმისა, რომ დაწესდა ესეთი დღე, უკვე მეორე თემა, რატომ აინდა მაინც ჩუდეთ მაინც დაწესდა, როცა 365 დღე იყო. პირდაპირ დაემთხვა ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან. რა შედეგი გამოიღო აი ამ დღის დაწესებამ? რა ხელშესახების შედეგი მივიღეთ ჩვენ? სტატისტიკა უარესდება, ყოველ წელს უარესდება, შემთხვევები მატულობს. და ყველაზე სამწუხარო იცით რა არის, როდესაც მე ამ სტატისტიკას გავეცანი, ძალიან მაღალი მაჩვენებელი მოდის 65 წელს გადაცილებულ ქალებზე. ანუ იმასაკის ქალებზე, რომლებიც არიან ჩვენი აი ბებ ოჯახში ხანდაზმული ადამიანები, უსუსური დაუცველები და როდესაც აი ბებია ხო ესეთი თემა, აი ბების სიყვარული ხო სხვა თემა და როდესაც შენ ასეთ ქალზე ძალადობ და ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამაზე მოდის, რომელ ოჯახის წმინდეზე არის უკვე საუბარი. მადლობა ნინო, გადავალ ქალბატონ ხათუნასთან. ხათუნა რა სიტყვით, რა ეზეიმებაო? ეხლა თქვა, როცა ესეთი სტატისტიკა ხალხო არის მართლა საგანგაშო. კატასტროფაა. ეხლა ჩვენ ვერც მოვასწრებდი მთელი გადაცემის განმავლობაში, რომ მივყოლოდი და ყველა ის ფაქტი რომ ჩამოგვეთვალა. ალბათონო ინგა მოწვევისთვის ვიდი. მადლობა თქვენ მონაწილეობისთვის. გამოვეხმაურები რა საკურველია, გამოთქმულ მოსაზრებებს პირველ რიგში ძვირფასო ადამიანო, მე მინდა თქვენს ნათქვამს გამოვეხმაურო. ეკლესია ქრისტეს სხეული სადაც იქადაგება მტრის სიყვარული, ასეთი რამე არც ერთ რელიგიაში ხო არ არის. ეხლა თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში არის მის მოწოდებები, რომ ძალადობა მიუღებელია ქრისტიანი საზოგადოებისთვის, რომ მამაკაცებმა, ოჯახის თავებმა პატივისცენ საკუთარ ოჯახს, საკუთარი სხეულივით უნდა გაუფრთხილდნენ. ეს არის ქრისტიანობის ლაიტმოტივი, რომ მამაკაცი კი არის ოჯახის თავი, მაგრამ ოჯახი მისი სხეულია და როგორც საკუთარ ოჯახზე, სხეულზე ზრუნავს, ასე უნდა იზრუნოს საკუთარ ოჯახზე. უბრალოდ პრობლემა იმაშია, რომ ის კატეგორია, ვინც საკუთარ ოჯახებში იგივე ბებიებზე, ცოლებზე თუ შვილებზე ძალადობს, ის ხალხი ეკლესიის წიაღში არ არის. ეს უნდა დავინახოთ ჩვენ პრობლემა ამის ამაში, თორე ეკლესიის ისტორიიდან მე არ დაგლით რაღაცა მისტიკური წიაღსვლებით ერთადერთს იმას გეტყვით, რომ ეკლესია არის ქრისტეს მისტიური სხეული, სადაც ყველაზე დიდი სასწაული რაც ხდება, ვიცით სასწაულები, მირომდინარე ხატები, ღვთაებრივი ცეცხლის გადმოსვლა და ასე შემდეგ, მაგრამ რასაც ამბობენ ეკლესიის მამები, ყველაზე დიდი სასწაული რაც ეკლესიის წიაღში ხდება, ეს არის ადამიანის სულის კატარზისი და ტრანსფორმაცია, გესმით? ანუ ეკლესიის წიაღში ყოფილა შემთხვევები, როცა დიდი მბრუშები, დაცემული ადამიანები, დიდი წმინდანები გამხდარან, ისეთი წმინდანები, რომლებიც ლოცვის დროს უწონობის მდგომარეობაში აღმაღლდებოდნენ და მიწას წყდებოდნენ. აი საქმეც ის არის, რომ თუ რაც შეეხება იმას ბატონი მალხაზი ბრძანებდა, რომ მოწოდებებით, მიტინგებით ეს პრობლემა რასაკვირველია არ მოიხსნება, მაგრამ
ჩვენ ვიცით ახლა როგორ აფასებს ჩვენი პატრიარქის ავტორიტეტს, რატო აქვს ასეთი ავტორიტეტი და რეიტინგი, ეს ხო შემთხვევითი არ არის. ის ნამდვილად ბრძენი ადამიანია და ბევრად მეც ხედავს. იქნება პატრიარქის მხრიდან ამ დღესასწაულის დაწესება კიდევ ერთხელ იყო მოწოდება და ხაზგასმა იმისკენ, რომ ჩვენ დავფიქრდეთ, რას ნიშნავს ოჯახი, როგორც საზოგადოების მთავარი ქვაკუთხედი და უჯრედი, რომელთანაც ასოცირდება ყველაზე დიდი ამაღლებული გრძნობების, სიწმინდეს, სიყვარული, ურთიერთგატანა, თანადგომა და ასე შემდეგ. დიდი მადლობა, მე ცოტა ხანში გადავალ თამრიკოსთან და ირაკლისთან, მანამდე ნენეს უნდა რაღაც ისმა და შემდეგ გადმოვინაცვლებ. რაღაცას ვიტყვი უბრალოდ. თქვენ ბრძანეთ, რომ იქნების ხალხი არ დადის ეკლესიაში ესეთი ადამიანები. ცოტა ხნის წინ იყო სიუჟეტი ადამიანზე, რომელიც არის მღვდელი და რომელიც არის ბრალდებული ძალადობაში ყოფილი ცოლის მიმართ. და ეს ახლა არის ერთეული შემთხვევა და ახლა რამის განზოგადება. არ ვანზოგადებ. მასე ქრისტეს 12 მოციქული ყავდა და ერთი უნდა იყო. კი ბატონო. ხო შეიძლება ახლა ჩვენ ერთი კონკრეტული შემთხვევამდე ხელი არავის გაუნძრევია იმისთვის, ამ ადამიანს მფარველობენ, ცოლი ყოფილი დადის ყოველთვის პოლიციაში ჩივის და ამბობს, რომ მიშველეთ ეს კაცი მკლავდა, ბავშვს მართმევდა, მცემდა, არ ვიცი, საოცარ დღეში მაგდებდა. ხელს ვერ აკარებენ, იმიტომ რომ მღვდელია. კი ბატონო. ეს ხო არ არის მე არ ვიცნობ ამ ფაქტს ვერ შეგაკამ ჩვენ უნდა იყოს. ანუ იმიტომ რომ ის არის სასულიერო პირი, ამიტომ არავის პასუხისმგებლობას არ აგისებ. თუმცა ეს გამოცხადება მინდა დღევანდელი გადაცემის შესავალი. კი ბატონო, ამიტომ კანონის ირღვევა და კანონის წინაშე ერით და ბერით კანონის წინაშე უნდა ვიყოთ მაგაზე ყველავთან ხდება. ირაკლისთან გადაცემის დასაწყისი ზუსტად ამაზე მეტყველებდა, რომ კანონის წინაშე მღვდელიც უნდა იყოს. ჩვენი გადაცემის დასაწყისში ისეთ თემაზე ვსაუბრობდით, რომ კაცმა ვერ გაიგო იქ რა ხდება. ამიტომ დიდ პარალელებს პრეცედენტი შექმნილია, რომ მღვდელი შეიძლება წარსდგეს სამართლის წინაშე და ესრულიად ნორმალური მოვლენა, ასეც უნდა იყოს. იმიტომ რომ ციანიდი უპოვეს. მარიხუანაზეც იყო ბრალდებული, ხო, ცოტა ხნის წინ და მივესალმებია. და არის მოძალადე. გასაკვირველი. ირაკლი გისმენთ? მოკლედ, საიდან დავიწყო, აღარ ვიცი, მოგესალმებით, მივესალმები ყველას ოპონენტებს, მაყურებელს. ორი პრობლემა გვაქვს ახლა, რაც რეალურად ჩანს, ჯერთის პოპულისტი ხელისუფლება, რომელიც არა და არ დგამს ქმედით ნაბიჯებს იმისთვის, რომ არა და შემაკავებელი ორდერი გამოსცეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. მეტი გზა უბრალოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს არა აქვს, იმიტომ რომ კანონში პირდაპირ უწერია, რა ღონისძიებები უნდა გაატაროს ძალადობის ამოსაფრთხებლად. შეუსხავს პატარა ბავშვიან ქალს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე აღძრას ქონების დაზიანებაზე. შინაგან საქმეთა სამინისტრო, როცა ძალადობა ვსაუბრობ ჩვენ ახლა ქალების მიმართ ძალადობაზე, აქვს მხოლოდ კანონით მინიჭებული უფლება შემაკავებელი ორდერის გამოწერა და დაკითხვაზე დაბარება. ამას აკეთებენ და ის არაეფექტურია, საერთოდ არ მუშაობს, ოდნავაც არ მუშაობს, მაგრამ ჩვენ ყავს პოპულისტი დეპუტატები, როცა ჩვენ შევიტანეთ საზოგადოების ნაწილმა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ერთი ძალადობის შემდეგ უკვე უფრო კრიმინალიზებას და გარკვეული პასუხისმგებლობას მოძალადეებზე, სამწუხაროდ ადამიანის უფლებათა კომიტეტმა პირველ რიგში ეს ჩააგდო და ფემიციდის შესახებ კანონზე ალბათ ბევრს აღარ ვილაპარაკებ. უბრალოდ რა არის, იცით, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ცხოვრობთ პატრიარქალურ საზოგადოებაში, მოგწონს თუ არ მოგწონს, მათ შორის 17 მაისს გამოსული ადამიანების დიდი უმრავლესობა ალბათ ყოველ შემთხვევაში ყველაზე ვერ ვიტყვი, უძალადია კიდევაც ცოლზე, უძალადია კიდევაც ბავშვზე, საკუთარ შვილზე, დარწმუნებული ვარ, მოუტყია და ეს მორწმა გაუტარებია, როგორც მე რა დავსაჯე და სამწუხაროდ მე რამდენიმე ჯვრისწერას ვარ დასწრებული ბოლო პერიოდის განმავლობაში და ჯვრისწერას როცა ამთავრებს, ანუ უშუალოდ ამ რიტუალს ამთავრებს მღვდელი დარიგების დროს მე მართალი გითხრათ, ცოტა შოკირებული ვიყავი, როცა პირველად და მეორედ დარიგება მოვისმინე კაცთან, როცა ამბიონთან აყავს და კაცს და ქალს არიგებს, ხო ჭკუას და ამთავრებს ამ ჯვრისწერის პროცესს. ანუ
ეს პატრიარქალიზმიც აღარ არის უკვე. ეს არის პირდაპირი მოწოდება ქალზე ძალადობის. ანუ ეუბნებიან რომ შეხარ ქალის, ესე იგი შეხარ თავი, შენმა იტრიალო ყველგან, ესე იგი ცოლმა უშენოდ არაფერი არ უნდა ქნას, ხმა არ უნდა ამოიღოს. ჩვეულებრივი მონა ქალი საქართველოს დაფასებული არ არის. ეხლა როგორიც არ უნდა პოპულიზმს ამოეფაროთ და პოპულისტური სიტყვები არ თქვათ აქ, ფაქტი არის ამას რძენი და საშინელი და ამას ჩვენ უყურებთ ყოველდღიურად და ჩვენ ამას ვაშუქებთ ყოველდღიურად. გაეროს მოსახლეობის ფონდის გამოკითხვით, რომელიც ძალიან საკმაოდ კომპეტენტური ორგანიზაცია და კაცშვილი ვერ შეიტანს ამ ორგანიზაციის მუშაობაში ეჭვს, გამოკითხა ქალები 55% ფიქრობს, რომ კარგი ცოლი ქმარს უნდა უჯერებდეს, იმ შემთხვევაშიც კი თუ არ ეთანხმება მას. ქალთა 37% კი ქმრის მიერ ცოლის ცემას გარკვეულ შემთხვევაში ამართლებს. 44.9% ფიქრობს, რომ აუცილებელია მამაკაცმა ცოლს პარტნიორს დაანახოს, ვინ არის ოჯახში უფრო. ეს არის ბოლო მონაცემები, ამ მე ფარისევლები რო გამოდიხარ და ფარისევლური ისა გაქვთ. თუმცა გაქვთ ამის უფლება, რა თქმა უნდა. საქართველოში ჩატარებული აღგუმის უფლება გაქვთ, მაგრამ მე ფარისევლებით, როცა ერთი წლის განმავლობაში 24 ქალი არის მოკლული ყოფილი ქმრის ან ყოფილი მოქმედი ქმრის მიერ. ეს არის ფარისევლობა. არავინ არის სიმწიფე. ანუ ეს აქცია იყო თავისთავად ფარისევლობა თქვენთვის. უპასუხე გოგა და მე თამრიკოსთან უნდა დავსვა შენ. უნდა ითქვას ყველაფერი. ეს არისო ფარისევლობაო, ასე მიაჩნია ირაკლის. მე მიმაჩნია, რომ პასუხისმგებლობა ზოგადად სახელმწიფოსგან უნდა იყოს უფრო მეტად კანონი გამკაცრებული და სახელმწიფო კანონი უნდა იცავდეს ამას და ითხოვდეს. ეხლა ესეთი ადამიანები მუდმივად არიან, ვინც ძალადობენ, მაგრამ მე ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ 17 მაისის აქცია არ იყო ფარისევლობა. აი, იცით რა კითხვა მაქვს თქვენთან? ანუ 17 მაისზე გამოვიდნენ, იყო იქ ხატი ჩამოატარეს, ჩამობძანდა ხატი, იყო რაღაც ტაშფანდურები. ერთხელ მაინც რომელიმე 17 მაისზე გააჟღერეთ ის, რომ აი ეს მოწოდებები ვინმე გააჟღერა იმ აქციაზე, რომ კლავენ ქალებს. ნახეთ როგორი სტატისტიკაა. 2013 წელს წინა წლებთან შედარებით 62%-ით მეტია ქალების კვლელობა. მაგრამ ეს დღესასწაული არ ყოფილიყო, სტატისტიკა აღარ იქნებოდა. ეს სტატისტიკა არ ყოფილა. აი დაავადდა მეტი არაფერი არ არის. არა დანაშაულო, საუბარის იმაზე, როდესაც აღინიშნება ოჯახის სიწმინდის დღე, მე წამოღებული მაქვს ქორწინება და განქორწინებების სტატისტიკებიც, რა მონაცემები გვაქვს, სრული კატასტროფა გვაქვს, მინდა გითხრათ, ნაადრევი ქორწინების სტატისტიკაც აქ ამაყ. 9000-ია ქორწინები განქორწინების. ძალიან მაღალი მაჩვენებელი. საქსტატის მონაცემები. მოდი თამრიკოსთან გადავალ შეკითხვით და შემდეგ აუდიტორიასთან და ისევ დავბრუნდებით. თამრიკო, თემა არის ძალიან მძიმე, რაზე ჩვენ ახლა ვსაუბრობ და ეხლა რამაც გაიჟღერა, რომ აი ასეთი ტიპის აქციებიო ჩემთვის არის ფარისევლობაო, ირაკლი თქვა, იმიტომ რომ სახეზე გვაქვს სულ სხვა რეალობა. თქვენთვის რა არის ოჯახის სიმტკიცის დღე მაგალითად? იცით რა, ეხა ძველი აღთქმიდან მოყოლებული ოჯახი არის ნამდვილად რაღაცა საზოგადოების წინსვლისთვის ეს ყველაფერი განვითარების წინა პირობა, რა თქმა უნდა და ეს ყველაფერი უნდა იყოს რაღაცა ისეთი ბირთვი ამან და შექმნას ჩვენს ეპოქაში თუ ანუ ქრისტიანულ ეპოქაში ზუსტად იგივე დამოკიდებულება ოჯახის მიმართ და უნდა იყოს ბირთვი, რომელსაც უნდა შექმნას ეს პატარა სახელმწიფო და მე უკვე ეს დიდი სახელმწიფოზე ანუ თუ ავაგებთ რა თქმა უნდა დიდი და მყარ შენობა დიდი სახელმწიფოს ჯანსაღი იქნება, რა თქმა უნდა. ჩემთვის ახლა ოჯახური სიწმინდის დღე ყოველი დღეა, რა თქმა უნდა და ეხლა რაღაცა როიტყვიან განსაკუთრებული რეაქცია ახლა ამაზე არ მქონია, რომ რაღაცა ესეთი მოხდა განსაკუთრებული ის რომ ერთი დღე დაწესდა მაინც და მაინც ოჯახური სიწმინდის დღეთ, მაგრამ თუ ეს პატრიარქმა ასე ჩათვალა, რომ უნდა გაკეთებულიყო, მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ბრმად შეიძლება დავუშვათ აი ყველაფერზე დავუშვათ თავი დავხაროთ კიდეც და თავი უქნიო ყველას. თავად პატრიარქი იმდენად ბრძენი ადამიანია, მართლა მინდა ვთქვა, რომ ის თავად იძლევა საშუალებას თავისუფალი აზროვნების, ესე არ არის. თქო, ახლა არ გუბოჭავს. თავად მოგცა თუნდაც ის დღე, რომ აი თუნდაც დაპირისპირება ჩათვალეთ 17 მაისი. მე ასე ვფიქრობ, რომ მე ხო არა, დაპირისპირება ძამწვავე ეს ერთია, მაგრამ იქ არ გვინდა ამაზე გადატანა ძალადობაზე ვისაუბროთ. არა, მე სხვა რაღაცას ვამბობ, მე ვამბობ იმას, რომ ამ დღეს დაწესდა
ეს ხო ანუ საგანგებოდ მოხდა ეხლა ამის ხო ისი რა იქნებ სხვა მხრიდანაც შეიძლება ამას დავუშვათ შევხედოთ და ეს არ დავუშვათ თავის არჩევანის უფლება მისცა ხალხს რომ აი განსაჯოს გაშიფროს ეს ყველაფერი ისე როგორ წავიდეს იქ სადაც თვითონ უნდა ეხლა რას გულისხმობ სხვა შორის იმ თავში სადაც წერია რომ მამაკაცის რაღაცა მონა ქალი უნდა იყოს მორჩილი და ასე შემდეგ და ნუ კატეგორიულად ამას რა თქმა უნდა მე არ მივესალმები და არც არანაირად არ მიმაჩნია სწორად არც მაშინ და არც დღეს მაგრამ იქ კიდე სხვა თავები არსებობს და მამაკაცები რატომღაც მაინდა-მაინც იმას იყენებენ ზოგიერთი ირაკლიმ გაუსვა ამას ხაზი არა იქ სხვა თავები არა მე იმ მამაკაცების გასაგონად ვლაპარაკობ ვინც დაიჯერა რომ მართლა მორჩილი უნდა იყოს სოლი და ყველაფერი ეს არა მე მესმის და კატასტროფა ნამდვილად ეს მე ამას ძალიან ვეწინააღმდეგო იქ სხვა თავებიც არსებობს სხვათა შორის სადაც გასწავლის იქ სადაც წერია რომ მორჩილი უნდა იყოს მეუღლე იქ მეორე სხვა თავებში მამაკაცი როგორი უნდა იყოს სხვათა შორის იქ ისიც წერია და რატომღაც იმას არ კითხულობენ და ეხლა მე ერთი კითხვა გამიჩნდა მართლა ასე მოხდა რომ ეს ბოლო წლებშია ასეთი სტატისტიკა ადრე არ იყო იმიტომ რომ ეჭვიანობის ნიადაგზე მე ვიცი რომ ძალიან დიდი ხანია უკვე ამაზე არსებობს უამრავი უფრო ხელმისაწვდომი გახდა მეტი არა მე ეს მინდა არა ამას მინდა ხაზი გაუსვა რომ ყოველთვის იყო ესა ანუ აი განსაკუთრებით ეჭვიანობის საფუძველზე მკვლელობები ეს განქორწინებებია საგანგაშო სწორედ ძალადობის შედეგად განქორწინებები როცა ახალგაზრდა მამაკაცები ძალადობენ ვერ ბედავდნენ ჩემო კარგო ქალები მაშინ ვერ ბედავდნენ რაზი არის დამოკიდებული თავისუფლების მოპოვება თამრიკო აი რაზი არის ვერ ბედავდნენო და გადავალ შემდეგ სანამ რეკლამას ინგა ერთი გადაცემა იყო სხვათა შორის არ ვიტყვი რომ არხზე იყო ამასთან დაკავშირებით ესეთი გადაცემა სადაც მე პირადად მაგალითად აი მოუწოდე ქალებს რომ მე არ შემიძლია თუ იქნება აქცია მართლა დავდგები. აი თუ საჭირო იქნება პირველი ვიქნები, მაგრამ მე არ ვარ. აი ანუ როგორ გითხრათ, არა ვარ ლიდერი საერთოდ. ანუ მზად ვარ, დამიძახონ ყოველთვის მზად ვიქნები ასეთ აქციებზე მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ მე მახსოვს უბრალოდ როგორ მოუწოდე ეკრანიდან ქალებს რომ ვიყრე აი დამიკავშირდით და მე ვიქნებ, იცით რამდენი ქალი დამიკავშირდა? აქედან 4 მინდა გითხრათ რომ ჩვენ მე თვითონ გადავარჩინე. აი ყველა შემიძლია დამისახელოთ ვინმე. ძალიან კარგი. პოლიცია არა, და სხვათა შორის ისიც მინდა ვთქვა რომ ძალიან დამიდგა მხარში პოლიციებს რომ ვუთხარი ვინ ვიყავი და იმიტომ არა რომ მე ვინ ვიყავი, არა უბრალოდ ავუხსენი რომ მე აი ესეთი სიტუაციაა და უნდა ვუშველოთ. ერთი გარდაბანში იყო მაგალითად, ერთი ლანჩხუთში. რატო ვერ იღებენ ხოლმე გადაწყვეტილებას? მოდით მე გოგოებთან გადავალ. განუშველეს მაშინ ძალიან. კარგი, გადავალ და აუდიტორიასთან და შემდეგ რეკლამის დრო იქნება. თეონა, რა სიტყვით თქვენ საგანგაშო სტატისტიკა და ეხა თამრიკო შეხო ძალიან სერიოზულ თემას. რატომ ვერ იღებენ ხოლმე ხშირ შემთხვევაში გადაწყვეტილებას? უკავშირდება თუ არა ეს სოციალურ პრობლემებს, ეკონომიკურ პრობლემებს? აი მე ჩემზე ძალადობენ, მაგრამ 4 შვილი მყავს, მოვკიდო ხელი სად წავიყვანო? ეს კითხვა ბუნებრივად იქნება, ხო? შეიძლება 100-დან 100%-ში არა, მაგრამ 50-ში ნამდვილად იქნება. სწორედ ამაზე მინდა ყურადღება გავამახვილო მივესალმები სტუმრებს და მსმენელებს. პრობლემა არის ის, რომ ესე იგი ძალადობის მსხვერპლთა რაოდენობას თუ გადავხედავთ და სტატისტიკას, კაცები, მოძალადე კაცები 10-ჯერ უფრო მეტი არის ვიდრე ქალები. ეს კაცები ეკლესიაში არ არიან, აბა სად დადიან? ხედავთ ჩვენ, რომ სოციალური პრობლემები ხდება ხოლმე ხშირ შემთხვევაში ოჯახში კონფლიქტის მიზეზი, იმის მიზეზი, რომ ხდება ძალადობა და ამაზე სახელმწიფოს რეაგირება არის ძალიან დაბალი და სახელმწიფო ფაქტიურად არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ ეს სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს. რაზე უნდა ვისაუბროთ ჩვენ, როდესაც სახელმწიფო არ ზრუნავს ქალებზე და კანონში არის ჩადებული ის, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახებს ოჯახში ბავშვის დაბადების ან ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო საარსებო შემწეობას 3-4 თვით უჩერებენ. აი ასეთი შემთხვევა არის ზუსტად, რომელზეც ჩვენ გადაცემის დასაწყისში ვსაუბრობდით, გაგრძელდა სწორედ ასე. დარჩა 3 არასრულწლოვანი და 1 სრულწლოვანი შვილი მოკლული დედის გარეშე, მამამ მოუკლა დედა და მათ მოეხსნათ, ხო? სწორედ ასეთ პრობლემაზე ვსაუბრობ. სოციალური დახმარება მოეხსნათ. სამწუხაროდ მირანდას შვილები ასეთ მდგომარეობაში არიან ახლაც და ბოლო 16 თვის განმავლობაში 11075 ადამიანი გახდა მხოლოდ ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო საარსებო შემწეობის გარეშე. და მე რამდენი ხანი უჩერებია? 4 თვის განმავლობაში და პასუხი
დავით სერგეიკოს არა აქვს ამაზე თუ როგორ უნდა იარსებოს სამი შვილი მას შეუჩერდება სოციალური დახმარება რამდენიმე თვით დიახ, ესეა ზუსტად და საარსებო შემწეობა თავის თავში გულისხმობს ხალხო იმას, რომ არსებობისთვის არის აუცილებელი და იმ 3-4 თვის განმავლობაში ამ ადამიანმა როგორ იარსებონ რა მიირთვა საჭმელის მადლობა თეონა, მე ქეთისთან გადავა ზუსტად ამ თემით და რეკლამამდე ნინოს და მეუფეს მინდა კიდევ რომ დაუსვა კითხვა. ეს მოხდა თქვენი მეგობრის შემთხვევაშიც, ხო? მკვლელობის შემთხვევაშიც. ახლოს მიიტანეთ რა გაუსწორეთ მიკროფონი თუ შეიძლება. ნინო, მანამდე თქვენ საზრს მოვისმენთ, ვიდრე მიკროფონს გამოჩნია. კი. აი შენი მოსაზრება როგორია? აქ თქვენს რო ფარსი იყო ის აქცია, კაცმა რომელიც მონაწილეობდა ამ აქციაში თქვა რომ არ იყო ფარსი, მე მინდოდა, ჩემი გულით მივედი იქ. სინამდვილეში ეს ყველაფერი ოდნავ მაინც აჩერებს ამ ძალადობას? ცირა მოდი ყველას დაუტოვოთ შესაძლებლობა აღნიშნონ ის დღე, რომელიც მათ უნდა აღნიშნონ, იმიტომ რომ საქართველოს კონსტიტუცია ამას ითვალისწინებს და ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება. იქნება ეს 17 მაისი LGBT თემი თუ იქნება ეს ოჯახის სიწმინდის დამცველები. არ აქვს მაგას არანაირი მნიშვნელობა. ასევე მინდა რომ რელიგიურ დოგმას გამოვცდეთ ცოტა რა. ანუ არ ვილაპარაკოთ იმაზე, რას ამბობს ამაზე ეკლესია, იმიტომ რომ ჩემთვის ეს როგორც მოქალაქისთვის ამ შემთხვევაში ნაკლებად მნიშვნელოვანია. ჩემთვის მნიშვნელოვანი არის ის, რომ დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველ ადგილზე აქვს ნარკოდანაშაული, გახსნილი დანაშაულებები და ამ დროს ქალებს კლავენ ქუჩაში, სახლებში, ოჯახებში. აი, არაფერი არ ხდება, მაგრამ პოლიციას რო კითხო მუშაობენ, იმიტომ რომ სტატისტიკა აქვთ, ხო? აი ჩემი პატარა შვილი სადღაც იქით კუთხეში ზის სტუდიაში, ხო? გოგო, მე მეშინია ასეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც რო უფიქრდები, რომ აი წარმოიდგინეთ, რომ ქალის მდგომარეობა, რომელიც რეკავს პოლიციაში და აცხადებს, რომ მასზე ქმარი ძალადობს, ხო? ეს არის უკიდურესი ზომა, რომელსაც შეიძლება მიმართო, ხო? ანუ აი იმის იქით აღარ აგაქვს არაფერი. და სერიოზულად არ აღიქვამენ ამ შენზარს. უწერენ შემაკავებელ ორდერს, რომელსაც მე არასრულებენ და ასე შემდეგ, ხო, ანუ ეს არის ძალიან არასერიოზული დამოკიდებულება, ხო, ანუ ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი შინაგან საქმეთა სამინისტრო როგორც ყოველთვის, აი როგორც ყველასა პრევენციაზე არ არის ორიენტირებული. არ არის ორიენტირებული აი ამ დანაშაულის პრევენციაზე და ეს არის ტრაგიკული მდგომარეობა და მე მგონია რომ ეს დღეები, ნუ ვინ რას აღნიშნავს, არანაირ კავშირში არ არის. აი მე ველოდები, როდის მოხდება სამაგალითო დასჯა ოჯახში მოძალადის და ჯერჯერობით ამას ვერ ვხედავ. ამას ვერ ვხედავ. ჩვენ ჯერჯერობით ვერ ვხედავ წელიწადში მინიმუმ 2-ჯერ ან 3-ჯერ გადაცემას ამ თემაზე ვაკეთებთ, მაგრამ სამაგალითო დასჯას ვერ ვხედავ. ვერ ვხედავ და ნუ ისევ და ისევ შეიძლება გამოვიდე სპეკულაციად, მაგრამ ეს არის ის სფერო, რომელშიც მომუშაობ, ხო? 5-დან 12 წლამდე შეიძლება ადამიანი ციხეში წავიდეს კულტივაციისთვის მოსაწევს, მაგრამ ადამიანი შეიძლება 2 წლით პირობითი გათავისუფლდეს საკუთარი 2 შვილის ცემისთვის. გვახსოვს, ხო ეს кейსი რო იყო კახეთში, 2 მცირეწლოვანი შვილი რო სიკვდილამდე მიიყვანა მამამ კინაღამ და არაფერი პირობითი მიუსაჯეს. ანუ ოჯახში ჩადენილი დანაშაული ჩვენთვის არ არის აი ესეთი. ანუ მთელი ტვირთი ეკისრება სახელმწიფოს. კი, იმიტომ რომ სახელმწიფო მე ვიხდი გადასახადს იმისთვის, რომ მე პოლიციამ დამიცვას აი ესეთი ძალადობისგან და მე არ ვიხდი ამ გადასახადს, თუ მე რაღაცა შემოწირულობას ვაკეთებ, ეს არის ჩემი ნებაყოფლობითი, მაგრამ ვალდებულება აკისრია სახელმწიფოს და შინაგან საქმეთა სამინისტროსო დამიცვას ძალადობისგან. კი ბატონო, მოდით მე ქეთის მივცემ სიტყვას, მანამდე მეუფე ასეთი კითხვა მინდა რომ დაგისვათ. რამდენად ხშირად მოდიან თქვენთან? აი თქვენი მრევლი, ხო, ადამიანები, ქალები და რამდენად ხშირად ისინი გეუბნებიან, რომ მასზე ძალადობენ, მაგრამ მას არსად არ აქვს წასასვლელი და რა გააკეთოს? ან ვიღაცას მოუკლავენ ოჯახის წევრს და 3-4 თვე მერე მას შეჩერებული აქვს ყოველგვარი დახმარება. ასეთი შემთხვევები სამწუხაროდ ძალიან ბევრია. ჩემთან მოდიან არ მარტო ჩვენი მრევლის წარმომადგენლები, არამედ ადამიანები, რომლებიც სრულებით უსასწაოდ არიან დარჩენილი. არ აქვს სახსარი, არ აქვს ბავშვის სკვების საშუალება, არ აქვს გასაქანი ფსიქოლოგიური და ასე შემდეგ. შემთხვევები ძალიან ბევრია. ეკლესია ცდილობს, მართლმადიდებელი ეკლესია ცდილობს, ჩვენი ეკლესია ცხოვრობს, ევანგელურ-ლუთერული ეკლესიას აქვს საგანგებო პროგრამები ქალების ძალადობის საწინააღმდეგო და ქალების დასახმარებლად. ამ შემთხვევაში ჩვენ გჭირდება, მე ასე ვფიქრობ, რომ საჭიროა ფართე მასშტაბიანი ქსელის შექმნა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები, რელიგიური ორგანიზაციები
ჯერ გაანალიზებენ რა ფენომენთან გვაქვს საქმე და მერე ერთად იფიქრებენ თუ რა არის გულწრფელად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ერთად იფიქრებენ გულწრფელად რა არის საჭირო ამას უშუალოდ. და რა ფენომენთან გვაქვს საქმე? თქვენ როგორ ფიქრობთ? მე ვფიქრობ, აქ ძალიან ბევრი რამე არის. ერთი არის პატრიარქალური ფუნდამენტალისტური მემკვიდრეობა, საბჭოური მემკვიდრეობა და ასევე უმეცრება, რომელთანაც ჩვენ გვაქვს საქმე. როდესაც მამაკაცმა არ იცის, მამაკაცი რას წარმოადგენს, ქალმა არ იცის, ქალ რას წარმოადგენს და ოჯახური ურთიერთობები რას წარმოადგენს. ჩვენ გვაქვს სერიოზული პრობლემები. მე ვეთანხმები სრულებით ქალბატონს, რომ საბავშვო ბაღიდან, აკუნიდან არის დასაწყები ეს საქმე. რაც მალე დავიწყებთ მით უკეთ. მადლობა, კეთი გისმენთ და რეკლამას გამოვაცხადებ, რეკლამის შემდეგ ისევ მაგიდის სტუმრებთან გადავალ. მირანდას ოჯახს და მის შვილებს მართლა შეუწყდათ რეალურად ეს დახმარება, თუმცა სოციალური აგენტი იყო მისული და მე ვფიქრობ, რომ განუახლებათ ისევ ეს პაკეტი სოციალურად. ჯერ არა აქვთ განახლება. ჯერ არა აქვთ, იმიტომ რომ და გარკვეული პერიოდი ჭირდება მართლა. ოღონდ აი რეალურად თუ გაინტერესებთ რას ჭამენ ეს ბავშვები. გვაინტერესებს, ეხლა უნდა მოგვიყვეთ. უბრალოდ ხაზი მინდა ერთხელ კიდევ გაუსვა. 23 აპრილს მოხდა ეს ტრაგედია, როდესაც მოკლა ქმარმა 4 შვილის დედა. მათ მოეხსნათ სოციალური დახმარება და კეთი გვეუბნება, რომ დღემდე არ აქვს ეს აღდგენილი ოჯახს და რა სჭამენ დღეს, როგორ ცხოვრობენ დღეს. ბაბუას აქვს პენსია, რომელიც სავარაუდოდ არ არის ბევრი, არ ვიცი რამდენი აქვს. მირანდას ყავდა მეგობრები, 180 ლარია პენსია. მათ შორის მეც მეგობარი ერთ-ერთი, ნათესავები და ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა იმ ადამიანებს, რომლებსაც საერთოდ ვერ ვნახავ ალბათ მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ისე მოვკვდები, რომლებსაც ვისაც რამდენი შეეძლო. ეს იყო თანხა დაწყებული 10 ლარიდან 100 დოლარი გქონდა ყველაზე მეტი და რაღაცნაირად მოვახერხეთ იმდენი, რომ ბავშვებს საჭმელი აქვთ, მაგრამ არ აქვთ არანაირი პირობა იმისთვის, რომ 18 წლის გოგო მოუაროს წლისა და 2 თვის პატარა მის დას. არ აქვთ ცხელი წყალი, არ აქვთ საყოფაცხოვრებელ ნივთები, არ აქვთ საწოლები, ოჯახი იყოს 20 წელი, მაგრამ რა არის ცით, როცა დედა ხარ, აქ უკვე დედის ინსტინქტი გშველის, ბავშვებს არ აქვს საწოლები. მე ყოველ ღამე ვნერვიულობ, რომ პატარა არ გადმოვარდეს საწოლიდან. მე მჭირდება რაღაცა ისეთი საწოლი, სადაც ნინოც და მისი პატარა დაც ერთად დაეტევიან და რასაც ექნება რაღაცა შემოღობილი რომ არ გადმოვარდეს, იმიტომ რომ მე მოვისმინე, იცი რა 18 წელს ყავთ უკვე შვილი. იმ 18 წელსაც რომელსაც შვილი ყავს, იმას დედის ინსტინქტი აქვს და დედის ინსტინქტი ძალიან ისეთი სხვანაირი რაღაცა არის რა, გაფხიზლებს შეიძლება ისეთ დროს, როცა არაფერი არ ხდება სხვაგან. მაგრამ იმ შენ შვილს ჭირდება. ეს რაც შეეხება იმ დახმარებაზე. ანუ მადლობელი ვარ ამ ადამიანების, ჩემთვის პირველი სტატუსი მე დავწერე. როცა ხალხი ყველა წავიდა, მე ნინოს დაურეკე და ვკითხე, რომ პატარასთვის რამდენი გქონდა საჭმელი. და მითხრა, რომ 3 დღეს გავქაჩავთ. და ჩვენ არ გქონდა ფული. უკვე აღარ გქონდა არაფერი და მახსოვს, რომ პირველად დავწერე მე და ძალიან შემწვა. ჩემთვის ძალიან რთულია ახლა ამაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ ეს იყო ძალიან მძიმე დღეები. ამ დროს მართლა საოცრად იხარჯება ფული. საშინლად იხარჯება ფული და ბოლოს აღმოაჩენ, რომ პატარას აქვს 3 დღის საჭმელი მხოლოდ. პატარა რა მხევა? წლისა და 2 თვის. და მადლობა ამ ადამიანებს, მეორე დღესვე უკვე მქონდა პატარა. მადლობა კეთი, შენ რო ძალიან აქტიურად იყავი დაკავებული ამ ბავშვების დახმარებისთვის. გისმენ თეონა და რეკლამას ვაცხადებ სასწრაფოდ. არსებობა 7 წლის სალომე მამუდოვსაც გარდაეცვალა დედა, სხვა მიზეზით არაძალადობით, მაგრამ მასაც 4 თვე ჰქონდა ზუსტად შეჩერებული ვაგონში ცხოვრობდა ეს ბავშვი დეიდასთან და დეიდაშვილთან ერთად და ესეც კეთილი ადამიანების იმედად იყო და ნუ თუ შეუძლებელი არის ის, რომ მინისტრის ერთი ბრძანება არის საკმარისი აი ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ეს არის ბიუროკრატიული პრობლემა ხალხო და ამის მოგვარება სჭირდება ერთი ბრძანება, მინისტრის ბრძანება. ძნელია რომ მან აიღოს ეს კალამი და ფურცელი და ეს ბრძანება დაწერონ. აი ამ ყველაფერზე ჩვენ საუბრობთ სწორედ ოჯახის სიმტკიცის კონტექსტში და რეკლამის შემდეგ ასეთი კითხვა მექნება თქვენთან. ძალიან ხშირად ჩვენ მოგვისმენია რომ აი რაღაც ღირებულებები იკარგება, ეხლა ყველაფერი შეიცვალა და ასე შემდეგ. რა არის თითოეული თქვენგანისთვის ქართული ოჯახის სიმტკიცე? ჩვენ ხშირად გვესმის, ადგილგზელოების დონეზე ვისმენთ ხოლმე, მაგრამ მთავრობის ხდომაზეც ვისმენთ, პრეზიდენტისგანაც ვისმენთ, რომ აი ქალთა წელია, მთავრობის ხდომაზეც არაერთხელ მოგვისმენია ასეთი განცხადებები და ამ დროს რატო ვაკეთებთ ამ გადაცემებს? აქცია, ყველაფრის უფლება აქვს ნებისმიერ ადამიანს, მაგრამ არის კი საკმარისი? რა უნდა უთხრა ჩვენ სახელმწიფოს, როცა 3 მცირეწლოვანი ბავშვი საჭმელი არ აქვს და ამ ყველაფრის გარეშე რჩება,
იმიტომ რომ სწორედ ძალადობას აქვს ადგილი ოჯახში, როცა მამა უკლავს დედას, აი ეს არის ჩვენი მთავარი სათქმელი დღეს ხელისუფლებისთვის. კეთილი იბოძეთ, მოგვისმინეთ, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით, თითოეული ჩვენი სტუმარი გეთხრით თავის სათქმეს. მარტო ამ ბავშვებს კი არა, ძალიან ბევრი ბავშვი დარჩა ასე დედის გარეშე. რეკლამის შემდეგ ბრუნდებით. მადლობა.